მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. მოვლენების შესახებ, რომელიც გურიის რეგიონში განვითარდა, ჩვენს კორესპონდენტებთან ერთად თამთა დოლიძე გიამბობთ. თანამედროვე არქიტექტურული შენობების რეკონსტრუქციის დროს გამოვლენილი ისტორიული მემკვიდრეობა. განახლებული ოზურგეთის ფონზე მდგარი უძველესი აბანო ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა გახდება. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. ოზურგეთში ქალაქის ცენტრალური ნაწილის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება თეატრალური მოედრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სკვერს. განახლდება შენობის გარე ფასადები. ჭადრების ბაღში მოეწყობა კაფე. განხორციელდება ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარებისა და თეატრალური მოედრის სრული რეკონსტრუქცია. ქუჩის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ოზურგეთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას წარუდგინა. ამ პროექტების დასრულებისთვის დიდხანს ვემზადებოდით. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრმა არქიტექტორმა იმუშავა ამ პროექტზე და აი ხედავთ, რომ ულამაზესი ცენტრი მივიღეთ ოზურგეთის. ეს დღეს ბანერებზეა, თუმცა მშენებლობა უკვე მომდევნო დღეებიდან იწყება. ჩვენ მშენებლებს ხვდებით ამ დღეებში და უკვე მობილიზაცია გაკეთებული აქვს, რაც მოგცემს საშუალებას, რომ უკვე სექტემბრისთვის ეს მოედანი ამ ფორმატით მივიღოთ, ეს შენობები უკვე დასრულებული იყოს. მე მინდა გითხრათ, რომ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაკეთებთ ამ ქუჩის მთლიან რეაბილიტაციას, კონცეფციას მთლიანად უცვლით, თეატრი დამუშავდება და სხვა ფორმატით იქნება და ვიწყებთ რეაბილიტაციას ასევე სადგურის, რომლითაც ეს ქუჩა იწყება. საკმაოდ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება გურიაში და რაც შეეხება ახლა ოზურგეთს, ეს არის პროექტები, რომელიც შესრულდება წელსვე, უკვე რამოდენიმე დღეში დაიწყება აი ამ ცენტრის კეთილმოწყობა. საკმაოდ ლამაზი არის, საუკეთესო არქიტექტურა არის, თვითონ მოსახლეობაც ძალიან კმაყოფილია და მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ლამაზი ადგილი იქნება. მომწონს კიდე ეს პროექტი, ცოტათი წინაა გამოწეული, ცოტა უგან რო იყოს, კარგი იქნება ძალიან. ცოტა აქეთ ხო არ შევიწროვდა თქო, ამას ვამბობთ, მაგრამ დანარჩენი რაც არის, ყველა კარგად ადგილზე დგას და კარგად დანიშნულების მიხედვით არის შენობები. გასართობი იქნება ეს და ახლა იქ რესტორანი და ის არის ეწოდება და უკეთესია რომ გასართობი შენობა დასმულია. და თვითონ 4 სართულიანის გაფორმება ფასადი და ზევიდან დანაშენება ეს კარგი გამოდის და კარგი იქნება ძალიან. მაგრამ გამწვანებას ხელი არ უნდა მოგიდოს არავინმა და რაღაცა გუფლება გამწვანა ჭადრებს და რაღაცა ასეთი და აი ეს ქუჩა რო არის აქ ამ ქუჩაზე სპარანწვანი მუხებია. ამასაც არ უნდა შეეხონ ჩემი საზრიდან. ძალიან კმაყოფილი ვარ, შვილო, უბედნიერესად გრძნობ თავს, რომ მე განახლდება და მე თუ არ მომესწრება, ჩემ შვილიშვილებს და ყველა მომავალ თაობას მოესწრება, ასეთი რაღაცა გაკეთებული. მინისტრა რაზე ქონდათ საუბარი? მე რომ ჩვენი ბინა თუ გამოიცლება ფანჯრები და კარები თუ გაკეთდება, წინა ფასადი თუ გაკეთდებოდა. დაუკვირდა რომ ყველაფერი ეს გამოიცლება და გაკეთდება. მე ძალიან მოხარული ვარ. ოზურგეთში სარეაბილიტაციო საქმიანობის განხორციელებისას მშენებელმა უძველეს არქეოლოგიურ ფენებს აბანოს ნაშთებს მიაგნეს. სპეციალისტების აზრით, ახლად აღმოჩენილი უძველესი არქეოლოგიური ნაშთები დამატებით შესწავლას საჭიროებს. უკვე დაგეგმილია ახალი აღმოჩენების დეტალური შესწავლა, რომლის შედეგად ძველი აბანოს დათარიღება ზუსტად გახდება შესაძლებელი. უძველესი აბანოს გადარჩენა კიდევ ერთი პროექტი იქნება, რომელიც რეგიონის როგორც ტურისტული მხარის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. 57 წელს ჩვენმა პირველმა ქართველმა არქეოლოგმა ქალმა გათხრები აწარმოა ოზურგეთის ცენტრში. გათხრების პროცესში მან დაადგინა, რომ ძეგლი აბანოს წარმოადგენდა და რომ ეს ძეგლი იყო 2 სართულიანი. გარკვეული მიზეზების, სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო 57 წელს დაიხურა ეს, დაკონსერვდა და ასე მრავალი წლის განმავლობაში იყო დაფიქსირებული. გადაწყდა, რომ აქ ამ ობიექტზე, მომავალში ძეგლზე ჩატარდეს არქეოლოგიური სამუშაოები და უახლოეს ხანებშივე გადაიხუროს როგორც და გაკეთოს როგორც ღია მუზეუმი და შეემატოს ოზურგეთის ცენტრს მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი. აღმოჩენას და ამ ადგილის წარმოჩენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი ოზურგეთის კულტურული მემკვიდრეობის წარმოსაჩენად. და იმედი მაქვს, სწორედ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი საფუძველთაგანი ამისა. რადგანაც ოზურგეთში და გურიაში უნიკალური ძეგლებია. ეს იქნება არა გურიის მარტო წარმოჩენა, საქართველოს წარმოჩენაცაა.
ახლად აღმოჩენილი ძეგლის გადარჩენისა და თანამედროვე ოზურგეთის პოპულარიზაციის პროექტს ორი უწყება: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ერთობლივად განახორციელებენ. ორშაბათიდან ტელეკომპანია გურია ახალი სამაუწყებლო ბადით განაგრძობს ფუნქციონირებას. ინფორმაცია ჩვენს ეთერში დაგეგმილ მნიშვნელოვან სიახლეებზე ნახეთ ნინა ვაშალომიძის სიუჟეტში. 2 აპრილიდან განახდება გურიის ტელევიზიის პროგრამები. სამაუწყებლო კომპანია გურია სატელევიზიო ბადი საინფორმაციო, ახალგაზრდული შემეცნებით გასართობი, იუმორისტული გადაცემებითა და პროგრამებით შეივსება. არხის პრიორიტეტი კვლავ საინფორმაციო სამსახური რჩება, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ყოველდღე რეგიონის ახალ ამბებთან ერთად ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე მოუთხრობს მაყურებელს. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ჩვენ ორშაბათიდან ვიწყებთ ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებების კეთებას, იცვლება საინფორმაციო გამოშვებების ეთერში გასვლის დრო. 7 საათზე მაყურებელს შევთავაზებთ მოკლედ იმ სიახლეების შესახებ, რაც იმ დღეს მოხდა ჩვენს რეგიონში, ხოლო 10 საათზე საღამოს უკვე შევთავაზებთ სრულ საინფორმაციო პროგრამას. სიახლე იქნება ისიც, რომ გარდა რეგიონის ამბებისა, რომელიც შესახებ ჩვენ ადრე მოუწყობდით მაყურებელს, ჩვენს მაყურებელს საშუალება ექნება გაიგოს თუ რა ხდება ჩვენს დედაქალაქში, რა ხდება ჩვენს რეგიონებში. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იქნება რომელიმე არხიდან გადმოწერილი რაღაც ნიუსები, არამედ ეს იქნება ნიუსები, რომელსაც სპეციალურად ჩვენთვის და სხვა რეგიონული ტელევიზიებისთვის ამზადებენ ჩვენი კოლეგები რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ცენტრალური ოფისიდან. ასევე ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენ საინფორმაციოებში ჩავთოთ სხვადასხვა რეგიონიდან ჩვენი კოლეგების მიერ მომზადებული სიუჟეტები, ის სიუჟეტები, რომელიც ჩვენ ჩავთვლით, რომ საინტერესოა ჩვენი მაყურებლისთვის. საინფორმაციო პროგრამა სრული განმეორდება ღამის ფილმის დამთავრების შემდეგ და მეორე დილით უკვე 10 საათზეც წინა დღის საინფორმაციო გამოშვების ნახვა შეიძლება ჩვენს ტელემაყურებელს ჩვენს ეთერში. კვლავ გაგრძელდება ჩვენს გვერდზე საინფორმაციო პროგრამების სიუჟეტების განთავსება, ჩვენს მომხმარებელს, როგორც ჩვენს ვებგვერდის მომხმარებელს guria.tv, ასევე Facebook-ის საშუალებით ჩვენს მომხმარებელს შეუძლია შემოვიდეს ჩვენი ორგანიზაციის გვერდზე და იქ ნახოს ჩვენი სიუჟეტები. გურიის ტელევიზიისთვის კვლავ პრიორიტეტულ გადაცემებად რჩება ღია ეთერი და თოქ-შოუ, აქტუალური თემებითა და საინტერესო სტუმრებით. სამაუწყებლო კომპანია გურიას ღამის ეთერს ლიცენზირებული კინოპროდუქცია, როგორც დოკუმენტური, ასევე მხატვრული დაიკავებს. ახალი არხი არის ასეთი არხი დედაქალაქში, რომელთა ერთად ჩვენ რამოდენიმე პროექტს ვაპირებთ მომავალში, ამ ეტაპზე კი მათ მიერ მომზადებულ შემეცნებით პროგრამების ნახვის საშუალება ექნება ჩვენს მაყურებელთა. ეს განკუთვნილი არის როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე უფროსი თაობების მაყურებლისთვის. საინფორმაციო პროგრამის დამთავრების შემდეგ ჩვენ შევთავაზებთ მაყურებელს სხვადასხვა დოკუმენტურ ფილმებს, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნოთ თომა ჩაგელიშვილის მიერ მომზადებული ფილმები, რომლის ნახვის საშუალება ადრე ჰქონდა ჩვენს მაყურებელს, ასევე რუსთავიორის საშუალებითაც ნახულობდა. ახლა შევთავაზებთ იმ ფილმებს, რომელიც მათ არ აქვთ ნანახი, ანუ რეგიონში ამის ნახვის საშუალება არ არის. გავაგრძელებთ ასევე ჩვენ ტრადიციულად ფილმების ჩვენებას, ქართული ფილმების ჩვენებას. ეთერში კვლავ გავა SMS მანია, ვაპირებთ რომ სადღაც აპრილის მეორე ნახევარში ეთერს დაუბრუნდეს SMS მანია უკვე წამყვანის სახით, სახეშეცვლილი ახალი ფორმატით. მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რომლებიც ადგილობრივებმა გამოკვეთეს, საყანე ფართობების თემა მეტად მტკივნეულია. მდინარის სუბსამუკა ადგილობრივების საყანე ფართობების დიდი ნაწილი წალეკა. სოფელში დიდთოვლობისა და წვიმიანი ამინდების შემდეგ პირველ მზიან დღეს მოხვდით. ამიტომაც აქაურების უმეტესობა ეზოებსა და ბოსტნებში მოფუსფუსენი ვნახეთ. ძიმითელები მოახლოებული ხნა თესვისთვის ემზადებიან. მზიანი დარის გამო განწყობა ამაღლებული აქვთ, ამიტომ სოფლის ჭირსა და ლხინზე საუბარზე სიამოვნებით გვთანხმდებიან და პირველ რიგში თხრობა საგაზაფხულო სამუშაოებით იწყებენ. ბაუჩერები დარიგებულია, ტრაქტორებიც ვაკეთებთ, მე თვითონ ტრაქტორისტი ვარ.
და მუშაობდა, იწყება სამუშაო ახლა ამინდი არ იყო, თოვლი იყო. აბარავ ახლა, მეტი ხალხი ბარავ და იქიდან იმაში ფული აღან დასახდელი, დაუდოს ფულს და ხნავდა იმაშობით, შაშან გამოსავალი იყო, თუმცა მოკლე ადრე დავთესტეთ. სოხსარა საშუალება გვიან მისდათესა, გვიანე იყო და ამინდებიც არ იყო კარგი. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ადგილობრივები ასახელებენ, საყანე ფართობების საკითხია. მდინარე სუფსა ნაკვეთებს ტბორავს და როგორც ძიმითელები ამბობენ, ბევრ აქაურს ფართობის ნახევარიც აღარ დარჩა. დანარჩენი კი სუფსა მიისაკუთრა. საყანე ფართობები თითქმის განადგურებულია. 1-10 მეტრო და ტრასა აღარ იქნება საერთოდ. დადიდებული ხან რომ მოარდება დიდი წყალი წეიღო ნახევარი იგეყანა საყანი წეიღო. გზის პირას ნაგომლისკენ რომ წახვალთ იქიდან მარცხენა მხარეს ძიმითის ფართობია განახევრებულია თითქმის ფართობები. და ხალხს 2500 მქონდა 1200 და 1500-1500-მდე არ დარჩა ფართობი. წარმატება იყო და ადრე გაკეთდა, მაგრამ ისე გაკეთდა რომ დააზიანა უფრო ბერეკით. უფრო დააზიანა და თუ გაკეთება კარგი იქნება ბერეკით. თუკი ძიმითში ოზურგეთიდან მიდიხართ, აუცილებლად უნდა გაიაროთ ხიდი, რომელიც სოფლის დასაწყისში მდინარე სუფსაზე გადის. ეს ხიდი სამ სოფელს, ძიმით, აკეთსა და მამაც აკავშირებს. რამდენიმე წელია მდინარე სუფსა ხიდის ისედაც სუსტ ჯებირებს აზიანებს, როგორც აქაურები ამბობენ, თუ მდინარე ერთხელ კიდევ ადით და ამ ხიდით სარგებლობა უკვე სერიოზულ რისკს დაუკავშირდება. დიდი ხნის მოუგვარებელი პრობლემა აქაური გზაა, რომლის მოწესრიგება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. დიდი სურვილი აქვს გაზიფიკაციის პროცესის დაწყების, იმედი მას შემდეგ გაჩნდა, რაც სოფელთან ახლოს გაიყვანეს ბუნებრივი აირის მილები, მაგრამ მათ მიმართულება ძიმითისკენ ჯერ კიდევ ვერ მიიღეს. გაზი არ გვაქვს. დაგვპირდენ ისე იქნებაო და რა ვიცი, ჯერჯერობით აფერი არა. ჩვენ და დედამან ზაგერ გადიცა ჩვენ ეზო სხვა მაგეიყვანა გინა და ჩვენ კი ვართ უაზე. სოფლემა იმ ფერმა გეიყვანა რომ მე 20-30 კილომეტრია მოშორებული და თუ გაგვიკეთებენ გაიქნება. აი შეშაცაღარა დეილია. საფიქრელი ბევრია, მაგრამ უკვე გაზაფხული ძალას იკრებს. გაზაფხულთან ერთად კი იმედს ხომ მეტი ძალა აქვს, მით უმეტეს გლეხი კაცისთვის. დედამიწის საათი ასე ეწოდება გლობალურ აქციას, რომელიც თითქმის მთელს მსოფლიოში ტარდება და მიზნად ელექტროენერგიის რესურსების დაზოგვის პოპულარიზაციას ისახავს. ოზურგეთში ხსენებული აქცია გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის ინიციატივით ჩატარდა. ოზურგეთში ჭადრების ბაღთან ჩატარებული აქციით გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი გლობალურ აქციას დედამიწის საათს შეუერთდა. აქციას, რომელიც მიზნად ენერგო რესურსების დაზოგვას ისახავს, გურიის ახალგაზრდულ რესურს ცენტრთან ერთად ქალაქის სკოლების, ასევე ბახვის, შემოქმედის, ლიხაურის საჯარო სკოლებისა და სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები შეუერთდნენ. აქციის ფარგლებში, რომელიც კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ტარდება, სიმბოლურად 1 საათის მანძილზე ქალაქში ელექტროენერგია გაითიშება. დედამიწის საათს, რომელიც პირველად ავსტრალიაში 2007 წელს ჩატარდა, საქართველოს 2010 წლიდან შეუერთდა. მსვლელობაში მონაწილეობას კი ოზურგეთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის ორგანიზატორობით იღებს. დევანდელი აქცია ჩვენ ჩაატარა ეს ახალგაზრდა რესურს ცენტრმა დედამიწის ხარდახარ. ამ აქციაში ჩვენ ღებულობთ, ჩვენი ბავშვები ღებულობს მონაწილეობას თავისი შემოქმედებით ასვალზე ცარცის ხატვით და ასევე ნახატებს წარმოადგენენ, როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია და ანუ მოუწოდოთ ყველას, რომ ამ აქციაში, სოფლიო აქციაში მივიღოთ მონაწილეობა. არის აქცია, რომ შუქი უნდა გამორთოთ 1 საათი, რათა ანუ ასე ვთქვათ, დაისვენოს დედამიწა და მოვაწყვეთ აქცია, უნდა დავხატოთ ბავშვებმა ამასთან დაკავშირებით რამე თემა, ჩვენი მოფიქრებული თემები და მე აი ეს ნახატი დავხატე. ჩვენი დღევანდელი ღონისძიება ემსახურება დედამიწის დღეს. ანუ შევამსუბუქოთ დედამიწა 1 საათით და მოგიწოდებთ რომ საღამოს 9:30-დან 10:30-მდე გამორთოთ შუქი და ამით დავეხმაროთ დედამიწას. აღნიშნულ აქციას შეუერთდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტიც და დღეს საღამოს 9:30-დან 10:30-მდე სიმბოლურად ქალაქში გარე განათება გაითიშება. განვაგრძობთ გამოშვებას. ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში მსახიობ ვერიკო ხუხუნაიშვილის ბენეფისი და სპექტაკლ ნაფტალინის ჩვენება გაიმართა.
ქალბატონ ვერიკოს დაბადებიდან 50, ხოლო სასცენო მოღვაწეობის 30 წელი შეუსრულდა. 1979 წლიდან დღემდე თეატრის სცენაზე 50-მდე მთავარი და ამდენივე ეპიზოდური როლი შეასრულა. ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლ ნავტალინში ნუნუ დეიდას როლის შესრულებისათვის ქალბატონ ვერიკოს 2011 წელს სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილებით წლის საუკეთესო როლის შესრულებისათვის პრემია გადაეცა. მსახიობმა კეთილი სათნო უანგარო დირექტორის როლი კარგად მოირგო. ამაში მას პედაგოგიური გამოცდილებაც დაეხმარა, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის სახლიდან დაიწყო. ამჟამად კი საბავშვო თეატრალურ სტუდია ჩარლის ხელმძღვანელობს, სადაც 35-მდე საბავშვო სპექტაკლი აქვს დადგმული. სწორედ სტუდია ჩარლის აღსაზრდელები სპექტაკლის ბოლოს ქალბატონ ვერიკოს ლამაზი სიტყვები და ლექსებით მოიფერნენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სახელით გამგებელმა ილია ვაშაყმაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა ქალბატონი ვერიკო ფოლადი თანხით დააჯილდოვეს. მე ვარ უსაზღვროდ ბედნიერი, ყველას დიდი მადლობა. ჩემს სამეგობროს, ჩემს საახლობლოს, ჩემს მოსწავლეებს უდიდესი მადლობა. მთელ საზოგადოებას. მე ყველა მთელი ხალხი დამიდგა, მთელი ოზურგეთი გვერდით. იმიტომ რომ ეს საღამო შემდგარიყო. ყველა სამსახურს, სადაც კი მე ვიყავი, სადაც კი მე შევაწუხე ყველანი. ყველანი დიდი სიხარულით, სიყვარულით მხვდებოდნენ და აი ეს თანაგრძნობა, ეს დამოკიდებულება მსახიობისადმი, ხელოვანისადმი არის უდიდესი ბედნიერება და მე მიხარია რომ ოზურგეთს ყავს ასეთი დიდი თეატრალები და აი ასეთი ხელოვანი ადამიანები. დედაჩემი ძალიან კარგი ადამიანია, აი ნიჭიერია და აი ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა რომ აი 9 წელია უკვე ამ სტუდიაში ვარ და 9 ბედნიერი დღე მქონდა და ეს რა ქვია ყოველთვის თამაშობ ვერთობი და დედაჩემს რომ სტუდია ჩარლი ყავს, იქ მე წამყვანი მსახიობი ვარ. და ახლა ვიღაცებმა ახლა გამოტოვეს ტექსტი, მაგრამ არა უშავს, მაინც მოეწონა ხალხს და ჩვენ გვირდებით რომ უკეთესებს გაჩვენებთ და ახლა როგორც სიტფოთი გავსებთ, უფრო სიტფოთი. თაორია ჩვენ გავთვეთ ახლა და მე პირველი მაყურებელი და მე სიტფოთი. და ყველაზე დიდი შრომა, რაც კი შეიძლება და ყველაზე საუკეთესო, რაც კი შეიძლება მსახიობმა გააკეთოს, ეს არის ახალგაზრდობის აღზრდა. რაც არ უნდა იყოს, ეს ბავშვები ყოველთვის იქნებიან თეატრში. ყოველთვის იქნებიან არამტუ შემსრულებლები, კარგი მაყურებლები მაინც და ეს ჩვენი თეატრის სიცოცხლის გაგრძელებაა. ამდენად მე ძალიან გამიხარდა, როცა პატარა ბავშვები გამოვიდნენ სცენაზე, ვერიკოს აღზრდილები და მიესალმენ მას. და თავად ვერიკო ძალიან კარგად იცით, რომ ძალიან დიდი შრომა გასწია. ბევრი საუკეთესო როლი შეასრულა, ჩემი პარტნიორიც ბევრჯერ იყო, ბევრი გვიმუშავია და ძალიან კარგი პარტნიორია კიდევ. კიდევ ერთხელ ულოცავ ამ ბრწყინვალე დღეს და უსურვებ დიდხანს იყოს ქართულ სცენაზე. ოზურგეთის მერცხალმა საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა. ნახეთ ნათია მუქერიას სიუჟეტი ოზურგეთის ცენტრალური სტადიონიდან. თითოეულობის გამო გარკვეული დროით გადადებული მატჩი ოზურგეთის მერცხალსა და საჩხერის ჩიხურას შორის სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. მერცხალი მეტოქესთან 2-1 დამარცხდა. დაძაბული თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მერცხალის კარში ირაკლი ლულუაშვილმა კიდევ 1 გოლი გაიტანა, რითაც ჩიხურამ საბოლოო გამარჯვება მოიპოვა. ოზურგეთის მერცხალი, რომელიც თითოეულობის გამო საწვრთნელ პროცესებს შეძლებისდაგვარად გადიოდა, შეეცდება უმაღლეს ლიგაში გადასასვლელი ქულები აპრილის თვეში საფეხბურთო გუნდ გაგრასთან და ლანჩხუთის გურიასთან მოიპოვოს. ვიცოდით რომ რთული თამაში გვექნებოდა, იმიტომ რომ 3 თამაში წაგებული ქონდა ოზურგეთს და თამაშიდაც აისახა. ბოლო წუთებზე გადამწყვეტი გოლი გაიტანეს და ალბათ ზამინემაც გაამართლა, 2 გოლი შეაგდო და დიდი მადლობა ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის. სანახაობრივად თამაში ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ ვიცოდით რომ მოწინააღმდეგე ძლიერი იყო, ამიტომ ტაქტიკა ავირჩიეთ, უკანიდან ვეთამაშეთ. სანამ გვეყო ძალები ვიბრძოლეთ. 5 წუთი იყო დამთავრებამდე თამაშის შედეგიც გავათანაბრეთ, 1-1 იყო, მაგრამ მიუტეველმა შეცდომა, რომელიც დაღლილობის ბრალი იყო, დავისაჯეთ. დღეს წინა თამაშის შედარებით გუნდმა უფრო გამოავლინა ბრძოლის უნარიანობა. მადლობა მინდა გადავუხადო ოზურგეთელ გულშემატკივრებს და მომავალ თამაშებში კიდევ კარგ ფეხბურთს ვაჩვენებ. ჩვენ გიამბეთ იმ ფაქტებისა და მოვლენების შესახებ, რისი მოპოვებაც ამ დროისთვის შევძელით. ჩვენი საინფორმაციო სამსახური მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებად. კარგად ბრძანდებოდეთ.